ენდომეტრიოზი ეს არის დაავადება, როცა ენდომეტრიუმის ქსოვილი, რომელიც ჩვეულებრივ მდებარეობს საშვილოსნოს ხურუში და menstruაციის დროს სისხლიანი გამონადენის სახით ჩამოიშლება, საშვილოსნოს ხურუს გარდა მდებარეობს სხვა ორგანოებში. იქ, სადაც ის არ უნდა იყოს. მაგალითად, საკვერცხეზე, მილებზე, ნაწლავებში და ზოგადად ნებისმიერ ორგანოზე შეიძლება განვითარდეს ენდომეტრიოზი. ენდომეტრიოზის ძირითადი სიმპტომია ძლიერი menstruალური ტკივილები. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ტკივნეული menstruაციების გარდა ენდომეტრიოზი ახასიათებს ტკივილის სქესობრივი კონტაქტის დროს, ასევე სხვადასხვა ხასიათის ტკივილები, ეს შეიძლება იყოს მუცლის ქვედა ნაწილში ან ნებისმიერ ორგანოში, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის არის დაკავშირებული menstruალურ ციკლთან. რა იწვევს ენდომეტრიოზს? ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. არსებობს რამდენიმე თეორია, ერთ-ერთი არის მაგალითად რეტროგრადული menstruაცია. როცა menstruაციის დროს ჩვეულებრივ სისხლი გამოდის საშოდან, ამ შემთხვევაში მილებიდან გადადის მუცლის ხურუში. იმუნური თეორია, უჯრედის დონეზე ხდება იმუნიტეტის დაქვეითება, რაც განაპირობებს ისეთ ცვლილებებს, რომ ის იწვევს აი ამ ენდომეტრიული ქსოვილის გაზრდას იმ ადგილებში, სადაც ის არ უნდა იყოს. ქალების დაახლოებით 20-30%-ს აქვს ენდომეტრიოზი. თუმცა ამ ციფრის ზუსტი დადგენა შეუძლებელია, რადგან ენდომეტრიოზი უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ უშვილო ქალების დაახლოებით 50%-ს აქვს ენდომეტრიოზი, ხოლო მათ, ვისაც აქვს ენდომეტრიოზი, მათგან დაახლოებით 50-60%-ს აქვს უშვილობა. მართალია ენდომეტრიოზი გვხვდება ძირითადად რეპროდუქციულ ასაკში, რადგან ის არის ჰორმონ-დამოკიდებული, კერძოდ ესტროგენ დამოკიდებული. მოგეხსენებათ, რომ ესტროგენი გამოიყოფა ყველაზე აქტიურად რეპროდუქციულ ასაკში საკვერცხეების მიერ. მაგრამ ძალიან იშვიათად გვხვდება ენდომეტრიოზი პერიმენოპაუზაში. შესაძლოა ეს იყოს დაკავშირებული იმასთან, რომ საკვერცხის გარდა, ამ დროს ვიცით, რომ საკვერცხე არ ფუნქციონირებს, მაგრამ საკვერცხის გარდა არსებობს სხვა ორგანოები, სხვა ქსოვილები, რომლებიც გამოყოფენ ესტროგენს, მაგალითად კანი, ცხიმი და ასე შემდეგ. რაც შეეხება სქესობრივ მომწიფებამდე ენდომეტრიოზის არსებობას, ესეც ძალიან იშვიათი შემთხვევაა. უმეტესად ეს დაკავშირებულია ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში, როდესაც ხდება დედის ჰორმონების ზემოქმედება ნაყოფზე, აი ამ დროს შეიძლება მოხდეს ამ დაავადების განვითარება. მაშასადამე ენდომეტრიოზის ძირითადი სიმპტომი ეს არის ძლიერი ტკივილი menstruაციის დროს. არა უბრალოდ ტკივილი, რომელიც გიქმნის გარკვეულ დისკომფორტს, არამედ ძლიერი ტკივილი, რომელიც აქვეითებს შრომის უნარიანობას. ასევე ენდომეტრიოზის დროს ტკივილს ახასიათებს ის, რომ გოგონას თავიდანვე, როგორც კი menstruაციები ეწყება, მაგალითად 13-14 წლის ასაკიდან, შეიძლება არ ჰქონდეს ძლიერი menstruალური ტკივილები და შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად ეს ტკივილები გაჩნდეს და გაძლიერდეს. შეიძლება მას ჰქონდეს ძლიერი ტკივილები თავიდანვე და შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად 20-25-30 წლის ასაკშიც იგივე ინტენსივობის ტკივილები დარჩეს, ან კიდევ უფრო გაძლიერდეს. აი ესეთი ხასიათი ტკივილის არის დამახასიათებელი ენდომეტრიოზისთვის. რა იწვევს menstruალურ ტკივილს ენდომეტრიოზის დროს? ქსოვილი, რომელიც ჩამოიშლება menstruაციის დროს საშუალოსნოს ხურუდან, სისხლიანი გამონადენის სახით, იგივე პროცესები ვითარდება იმ ორგანოებში, სადაც არის ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილი.
ის იზრდება ისევე როგორც საშუალო სუნსხურში და შემდეგ ისევ ჰორმონების ზემოქმედებით ის ჩამოიშლება, მაგრამ ის ჩამოიშლება მუცლის ღრუში და ეს იწვევს ადგილობრივად ანთების განვითარებას, მოქმედებს ნერვულ დაბოლოებებზე, ხდება ანთების მედიატორების გაძლიერებული გამოყოფა. ნერვული დაბოლოებები ხდება უფრო მგრძნობიარე და ყოველივე ეს იწვევს ძლიერ ტკივილს. რატომ იწვევს უშვილობას ენდომეტრიოზი? სავარაუდოდ ეს დაკავშირებულია შეხურცებებთან და ისეთი ნივთიერებების გამოყოფასთან, როგორიცაა პროსტანოიდების, ზრდის ჰორმონი და სხვა, რომელიც ხელს უშლის ნაყოფის იმპლანტაციას, აქვეითებს სპერმის ხარისხს და არღვევს ენდომეტრიუმის რეცეფციას, ანუ ენდომეტრიუმის მგრძნობელობას რეცეპტორების დონეზე.